მეგონი რამოდენიმე ახლა ხრიდან ხდება გარკვეულწილად იდეების შემოთავაზება ხოლმე. ესე არ არის, ხო არის საქართველოსთან მიბმული რაღაც ჯგუფების, იქ უკრაინული ჯგუფი არის, იქ ამერიკაში რაღაცა ჯგუფია, იქ ევროკავშირში რაღაცა ჯგუფია. ყველა ამ ჯგუფს აქვს საკუთარი რაღაცა წარმოდგენები და ინტერესები, ხო? ყველა ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია იქნება სწორი. ახლა ესეთი უდარნი ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც ტერაქტების მოწყობა და ასე შემდეგ, ეს უფრო უკრაინულ ესეთი ძალას ჯერჯერობით არ გამოვლინდა. ბალტები მე მგონი ისე შეშნეულები არიან პუტინის პოლონეთზე შეტევით, რომ ძალიან ნარატიულ ომში არიან. არა, ძალიან ჩუმად არიან. ჩვენთან. და ამიტომ მე მგონია, რომ აქ არის ერთი მხრივ ის, რომ გარკვეულწილად რა ზურაბ ჯაფარიძეს ხვებიც ხედავდნენ, რომ აი აქ უკრაინიდან მოდის ეს მესიჯები, მოდით ახლა რაღაცა ესეთი მოვაწყოთ და ეს გამოიწვევს ხელისუფლების რაღაცა ეროზიას და ამით მერე რაღაცა პოლიტიკურ ქულებს ჩავიწერთ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ეს იყო ამერიკელების ზეწოლა გარკვეულწილად, რომ ნუ ამდენი ფული მოგეცით რაღაცა რევოლუცია მოაწყეთ. თუ არ იქნება. ხო. და ევროპელები, რომლებიც გაუგებარია რა სტრატეგიას თავაზობენ, გარდა იმისა, რომ შანტაჟისენით საუბრობენ და აი გამოიყენეთ ეგ შანტაჟისენა თქვენი პოლიტიკური ვიზა უიზოს აუგზავნებთ და გამოიყენეთ. ხო და აი ამ კონცეფციაში, როდესაც ხარ შენ და როდესაც გიწევს, რომ ხან ერთი უნდა გააკეთო, ხან მეორე, ხან მესამე გააправო გარკვეულწილად და მათი მესიჯები გაატარო, გარკვეულწილად ხვდები, რომ ყველა ამ მესიჯის გატარება შენ რეპუტაციულად, შენ გარკვეულწილად პოლიტიკურ კარიერას ვნებს. ამიტომ რაღაც მომენტში შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ორი წვრთნურად მოიქცენ, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები დარტყმა ეხლა მათთვის იქნება ის, რომ ისინი ცოტა ხანი ციხეში იქნებიან და რო გამოვლენ უკვე ეს ყველაფერი ჩავრილი იქნება და მათ შეიძლება როგორც ადრე განაგრძობდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისე განაგრძობდნენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და რაც ჩემი აზრით გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, არის ის, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ უკვე აღარავინ აღარ ფიქრობს ქართულ ოპოზიციაზე. ესე მოხდა სხვათაშორის უკრაინაში. უკრაინაში ევრომაიდანის რო გადახედოთ თქვენო, ოპოზიციური ლიდერები არ იყვნენ იქ. მაგრამ რატომღა სროლები ატყდა. და მასე ბევრი ჰიპოთეზა არსებობს. ორგანიზატორები მან ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებს ვერ მეტყვით, მაგრამ იყვნენ NGO-ები. რა თქმა უნდა. მთელი ეს ან უგრაპატრიოტული, ნაცპატრიოტული ელემენტები. უკრაინაში არის ძლიერი აი ეს ფაშისტური მიმართულება ბენდერული არის კი. და ჩვენთან არ არის მიწის პატრიოტი. თუ აკვირდებით, ეხლა ნარატიულად როგორც აი საინტერესოა, რომ თუ რამეში ემთხვევა ეხლა ისეთი აი კონსერვატიული ნაწილი, რომელიც მე ვამბობ, რომ ეს საკუთარ თავს ეხლა კონსერვატორებს უწოდებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხო, ეს ემიგრაციის საკითხი და ნაციონალების ემიგრაციის საკითხი, ორივე ეს ნაციონალისტური რიტორიკას ამძაფრებს. რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად არის რაღაცნაირად თანხმობა, რომ აქ ნაციონალისტური რაღაც ელემენტები, ნაციონალისტური ჯგუფები გაჩნდეს, იმიტომ რომ ნათელი გახდა ჩემი აზრით გარედან, რომ რევოლუციისთვის არაა საკმარისი ლიბერალური რევოლუციის საჭიროა ასევე ნაციონალისტური ელემენტი, როდესაც თუ კიდე ანტირუსული რევოლუცია მოაწყოს. ბაია პატარაიას ძალიან გაუჭირდება და აი გეი აქტივისტებს, გეი მილიტარისტებს ძალიან გაუჭირდებათ ნაციონალისტური დისკურსის შემოტანა. და ერთი პრობლემა აქვს მათთვის. თითქმის შეუძლებელია. მაგათთვის ჯობდა, რომ აი ეს ადამიანები ძალიან ბევრი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში წავიდა, არ წასულიყო. აი, მაგაში. არ წასულიყო. ეხლა ჩამოსვლაზე უკვე პრობლემები ექნებათ. და აქ რო ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა მაგ ჯგუფები რაღაცის შეკოწიწება, მაგრამ ამასაც მოუვლიდა.